დაავადებას არ ვკურნალობთ. ჩვენ ვკურნალობთ ადამიანს. ნუ დღეს ძალიან ხშირი არის, როდესაც მაგალითად ChatGPT-ის დანიშნულებით მკურნალობენ. დეკას ლაზერები ითვლება უმაღლეს კლასად. და როგორც ვიცი, საქართველოში მხოლოდ თქვენთან არის სკინერაში ეს აპარატი. აი ხა აქ შეკვეთა ეიფელის კოშკის გაწმენდის. აი დეკას Excelite-ის ლაზერი ამ შემთხვევაში აი რა პრობლემებზე შეიძლება რომ გამოიყენო. ეს მიუწვდომელი მეგონა, ეს ლაზერიც არის შედგენილი სიტყვა. ბატონო სოსო, აი ყველაზე ხშირად რა პრობლემით მოგმართავენ ხოლმე? ამისთვის ვართ ჩვენ პროფესიონალები, ჩვენი საქმე ეს არის და სოციალურ ქსელში ისეთ რჩევები ხდება ხოლმე, რომ შეიძლება ადამიანი მართლა ისეთ შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს ადამიანი ვიღაცამ, რომ რაღაცა თქვათ აი ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს. რაც უფრო გვიანია მიმართვიანობა, უფრო ნაკლებია შედეგი. არ ვაპირებდი თქმა სალო, იმიტომ რომ ეხლა ვნერგავთ ახალ აპარატს, ეს არის ტორო, თან ხელოვნური ინტელექტი არის, ესეც სხვადასხვა ფერზეც მუშაობა სხვადასხვანაირად ხდება, ეს რაც შეეხება თათოს მოცილებაზე. თავარი არა კმაყოფილი იყოს პაციენტი. ბატონო სოსო, მოგესალმებით, ნატალია, მოგესალმები ამჯერად სტუმრის ამპლუაში. ნატალია, შენით დავიწყებ, კითხავ, როდის გაჩნდა და რატომ გაჩნდა იდეა, რომ შეგექმნათ სკინერა? მოგესალმები სალომე. სტუმრის ამპლუაში ვეცდები რომ მაქსიმალურად კარგი ეს ძალიან საინტერესო და ძალიან ესეთი ინფორმაციული გადაცემა და ეპიზოდი გვექნება და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, ზოგადად ბევრი ადამიანის პრობლემა შევეხებით დღეს. მოგესალმები სალომე. 30 წელზე მეტია, რაც ელამაზის ინდუსტრიაში ვარ და ყოველდღიურად მაგ შეხება ადამიანებთან, რომლებიც ძალიან განიცდიან თავიანთ კანის მდგომარეობას, პრობლემებს, რომელიც მათ თავდაჯერებულობას ძალიან მოქმედებს. ეს იდეა ჩემთვის და განხორციელება უფრო სწორად იყო წარმოუდგენელი. აი ნამდვილად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ოცნება და არც წარმომედგინა თუ დღევანდელ დღემდე მივიდოდი და ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვინც არის ამისთვის მე მინდა რომ ბატონ სოსოს მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ამ იდეის ავტორი იყო ნამდვილად. მე უბრალოდ ეს ყველაფერი ესე კარგად ლამაზად შევფუთე, იმიტომ რომ სამედიცინო სფეროში და დერმატოლოგიაში ვიცით ბატონ სოსოს რამხელა გავლილი გზა აქვს და რამდენად პროფესიონალია და რისგან იქმნება საერთოდ ესეთი ადგილები პროფესიონალებისგან იმ ადგილისგან სადაც შეიძლება რომ ეს ყველაფერი უფრო ლამაზად და ემოციურად გავხადოთ და იმ ტექნოლოგიების თანამედროვე ტექნოლოგიებით რომელითაც მე პირადად ვამაყობ რა ტექნოლოგიებითაც ჩვენ ვსარგებლობთ. კი, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. აი ეს სამი ერთად იყო და მნიშვნელოვანი, რამაც ეს მართლაც არაჩვეულებრივი ადგილი შეიქმნა და ბედნიერი ვარ იმისათვის, რომ ისეთ პრობლემებზე შეგვიძლია უკვე საუბარი და მკურნალობა, რაზეც მე უკვე ამ ყველაფერზე აღარ ვისაუბრებ, მირჩევნია რომ ბატონო სოსო ვისაუბრებს, აი სწორედ იმ პრობლემებზე, ახლა რასაც ნატალია ამბობს. მოდით, აი ვთქვათ, აი ზუსტად ის პრობლემები, მაგალითად, აი კანის რა პრობლემებით მოდიან ადამიანები თქვენთან. სკინერაში გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიური ლაზერები, ეს არის ევროპული წამყვანი ფირმის დეკას ლაზერები, ეს არ არის თქვათ მასიური წარმოების ფირმა, დეკას ლაზერები ითვლება უმაღლეს კლასად. სულ ახალხანს მიიღო ევროპის ჯილდო, როგორც ყველაზე საუკეთესო ლაზერულ აპარატებმა. რო იცოდეთ, მაინც ეს დეკას ლაზერები ასრულებენ სხვადასხვა სამუშაოებსაც, მაგალითად, ეხლა აქ შეკვეთა ეიფელის კოშკის გაწმენდის და ასე ესეთი ასე გალამაზებენ ეიფელის კოშკს და ასე გალამაზებული აქვთ ფლორენციაშიდაც ეს ის რასაკვირველია უფრო დიდი ლაზერებია და დეკა არის ესეთი ყველაზე წამყვანი ფირმა ევროპაში ნამდვილად. მათი ფირმის ლაზერებიდან ჩვენ გვაქვს CO2-ის ლაზერი, რომელიც
ბევრ დაავადებაზე გამოიყენება, ასევე და ესე რომ ვთქვათ, ქირურგიული ფუნქციაც აქვს წარმონაქმნების მოცილებაში. მე მახსოვს ჩემი კარიერის დასაწყისში CO2 ლაზერი ისთვის იყო უზარმაზარი დიდი ოთახი, განლაგებული იყო ონკოლოგიურ საავადმყოფოში და რაღაც დიდი ხმა და ასე შემდეგ. ამჟამად ტექნოლოგიები წინ წავიდა, ეს აპარატი არის უმტკივნეულო, თუ საჭიროა გაუტკივარებასაც ვაკეთებთ, ეს არის ასევე red touch-ის ლაზერი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სიწითლეებზე და ზედაპირულების სამკურნალოდ და რაც მთავარია არის საქართველოში ერთადერთი ექსიმერის ლაზერი, ექსელაიტი ქვია დეკას ფირმისას, ეს არის 308 ნანომეტრი ტალღის სიგრძე და მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის მას აქვს ესეთი ეგრეთ წოდებული ხელი, რომლითაც შეგვიძლია ვამოძრავოთ და ზუსტად დაზიანებულ უბანზე მივიდეს ეს ულტრა ისფერი ბესხივი. იმიტომ რომ რაც არსებობს საქართველოში, ეს არის დიდი კაბინები და ხდება მასიურად დასხივება მთელი ტანის და ხანდახან არ გვჭირდება უმჯობესია რომ დასხივდეს მხოლოდ დაზიანებული უბანი. ეს ლაზერი ეს დეკა ექსელაიტი აი კონკრეტულად რა შემთხვევებში არის, თქვათ რა შემთხვევაში ამ დეკა ექსელაიტს სწორედ ვამბობ? ექსელაიტი ქვია. აი დეკას ექსელაიტის ლაზერი ამ შემთხვევაში აი რა პრობლემებზე შეიძლება რომ გამოიყენოთ? აი რა დაავადებებზე კარის. ჩამონალო ჩამოთვალოთ საკმაოდ ფართო სპექტრია, მაგრამ ძირითადად გამოიყენება ვიტილიგოს დროს ეს არის ლაქები ტანზე, შედეგები არის ძალიან კარგი და არა მარტო ჩვენი რომელიც ახალხანს დაწყებულია, არამედ სოფლიო გამოცდილებაც იძლევა ამის საშუალებას. თან აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ უშლის, ეს არ ცვლის სხვა თერაპიის, პირიქით ეხმარება და აძლიერებს იმ თერაპიას, რომელიც პაციენტს ენიშნება. ვიტილიგო ფსორიაზი, რომელიც ესე გამოხატული ლაქები ხდება და დიდ პრობლემას უქმნებს ადამიანებს, ხანდახან სტიგმასაც იწვევს, სოციალურ დეზადაპტაციას და მათი მოცილებაც ესეც ექსიმერი ლაზერის პრეროგატივია. ესევე ის არ ცვლის და თავსებადია იმ თანამედროვე მკურნალობებთან, ყველასთან, რაც არსებობს, აი თქვათ იგივე ბიოლოგიური პრეპარატები, ინექციები და ასე შემდეგ. პირიქით ეს აუნჯობესებს და ესეც დამტკიცებულია. ჩვენი ყველა მკურნალობის პროტოკოლი არის დაფუძნებული მტკიცებით მედიცინაზე და იმ გაიდლაინებზე, რომელიც მოწორებულია ევროპაში და ამერიკაში. ასევე გამოიყენება ეგრეთ წოდებული ატოპიური დერმატიტების დროს სხვა როზაცია ალბათ თავისთავად. კი და ასევე თმის ალოპეციური უბნებზედაც ძალიან კარგი შედეგები აქვს. და მთავარი რა არის, რომ არ აქვს გვერდით იმოვლენები, ვერ გამოიწვევ დამწრობას, იმიტომ რომ აქ ხდება ყანის ტიპის განსაზღვრა და იმის მიხედვით შერჩევა როგორც პროცედურების ხანგრძლივობის, ასევე სიხშირის ლაზერის და ეს იწვევს იმას, რომ პაციენტი დაცული არის. შორის ესე იყო სალო ერთ-ერთი აპარატი, ანუ ჩვენი ამ სკინერის დაწყების თავარი მიზეზი, იმიტომ რომ ვიცი საქართველოში მხოლოდ თქვენთან არის სკინერაში ეს აპარატი. ერთადერთია და როდესაც ბატონმა სოსო მითხრა, მაშინ ამიერკავკასიაშიც ერთ-ერთი იქნებოდა, თუმცა ეხა ამ წუთას საქართველოშია და რომ პირველად რომ მომიყვა ეს ყველაფერი და რამხელა პრობლემების მოგვარება შეიძლებოდა ამ თვითონ აპარატით, როგორც მე უკვე ვთქვი და ყველა ძალიან დიდი ურთიერთობა რო გვაქვს ამდენ ხალხთან და ადამიანებთან და თითქოს არ ჩანს ეს ყველაფერი, ბევრი არ საუბრობს, იმიტომ რომ დამალვა ხდება თვითონ ამ პრობლემების, რომელიც ძალიან დიდ ემოციურ სტრესს განიცდიან და ემოციური გარდა რაღაცა ესეთ იმას. აი მე მაგალითად შემიძლია გაჩვენო ერთ-ერთ მე ხელზე უკვე 20 წელზე მეტია რომ მაქვს მხოლოდ ერთხელა მაქვს უკვე გაკეთებული, ანუ ჯერ ეს კონკრეტული ეს დეკას ექსელაიტი. ნახე, აი კონკრეტული ეს, ნახე. ერთხელ მხოლოდ. ჯერ გაკეთდა ტესტი
ტესტის შემდეგ 24 საათში. ტესტი ალერგიულობაზე. არა, თვითონ ყველა კანი ინდივიდუალია, ყველა ადამიანი როგორც ინდივიდუალურია და სიმძლავრიდან შემდგომ ესა ეს ერთხელ მაქვს მხოლოდ გაკეთებული, სულ დამჭირდება ალბათ მე უკვე რასაც უყურებ ალბათ მაქსიმუმ 3, ხო? სოსო. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ესეთ დროს უკვე იმდენად შეუძლებელი იყო ეს არის რა შეუძლებელი, დისკომფორტია, გეფხანება. დისკომფორტი, გეფხანება. ესეთი ადგილას არის, რომელიც მოძრაობს და გისმის. მოძრაობს, რომელიც ისა, წარმოიდგინეთ, მეც კი ყოველთვის მქონდა, სულ მაქსიმალურად რო გრძელმკლავიანი ჩამეცვა და რო დამემალა. არამც თუ იმ დაავადებებზე საუბარი. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც მაგალითად ზღვაზე, საცურავ აუზზე საერთოდ არ გადიან, იმიტომ რომ ვიტილიგო ხო არ მეშლება. ხო, თეთრის დაავადებები, რომლებსაც უბრალოდ კომპლექსი აქვთ და ხო, რასაც ყველას არა, ეს მოდელი რო არის ცნობილია. ბევრი არის, რომ იგივე ჯექსონსაც ეგ დაავადება ჰქონდა, ოღონდ იმან აიღო და მთლიანად გათეთრდა. რო არ ქონოდა ეს დაავადება, ის ფერერს ვერ შეიცვლიდა. ამიტომ აქ ცოტა ისეთი საკითხია, თუ გვინდა რომ არსებობს კურნალობის თანამედროვე მეთოდები, რა მინდა რომ ეს არ არის ტრაგედია, კანის დაავადებების რაც ჩამოთვალეთ, არის საშუალება მკურნალობის და ყველა იმ თანამედროვე მიღწევის მიწოდების პაციენტებისთვის, რაც არსებობს სოფლიოში. 100%-ით შეუძლია 100%-ით მედიცინაში არაფერი არ არის. ამიტომ თუმცა მე ვნახე, ხა ნახეთ არასამედიცინო ენით ვსაუბრობ, რომ ჩვენთან მე თვითონ დავინახე 3 პროცედურიდან საერთოდ არ გქონდა ადამიანს პატარა ადგილიც კი. აბა ეს რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს, რომ კურნალობა შედეგიანად ჩატარდა, მაგრამ პროცესი, შინაგანი პროცესი შეიძლება გრძელდებოდეს და შემდგომ თქვათ 1 წლის მერე, 8 თვის მერე ისევ დაიწყოს გამოვლენები. მაგრამ ყოველთვის შეიძლება ამ კურნალობის ჩატარება და ფაქტიურად წინააღმდეგ ჩვენება თითქმის არ არის. და რაც თავარია. როგორც ეს მე მინდა რომ ეხლა რაღაცნაირად ეს მოკლედ ჩვენ მაყურებელსაც უთხრა თქვა თავიდან ბოლომდე რა მოიცავს სკინერა რომ რამე არ გამოგჩეს. ეს არის ფსორიაზი, ვიტილიგო, ატოპიური დერმატიტი, აკნე და პოსტაკნე, როზაცია, კანის სისხლძარღვევანი ცვლილებები, პიგმენტური ლაქები, კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები, თბის ფოლიკულის სტიმულაცია და აღდგენითი თერაპიები. ამ ყველაფერს მოიცავს. რაც შეეხება ამ ახალ აპარატს, ამას ცალკე აქვს პიგმენტურ ლაქებზე, მე ჩემ პრობლემებზე მაქვს საუბარი. ამ ექსემერზე რაც ლაპარაკობთ, არა, ეს პირიქით პიგმენტაციისთვის არის შექმნილი, მაგრამ არის სხვა აპარატები. Red-Touch Pro არის. ეხა აქ არის Red-Touch Pro-ზეც მინდა რომ ვისაუბროთ, რომელიც სკინერაში არის, ხო? Pro უკვე ნიშნავს, ხო, იცი, რომ უკვე არის. ხო, დახვეწილი. დახვეწილი, კი. ამ შემთხვევაში ეს არის არა მხოლოდ პიგმენტურ ლაქებზე, არამედ სხვა რაღაც სახის კანის პრობლემებზეც, ხო? ბევრი არის. სხვა ლაზერი მოქმედებს, სხვა ტალღა, დაზიანებაზე, სხვა სიხშირე კანის სიღრმეზე, სხვა სიღრმეზე მუშაობს. მელაზმებზე მუშაობს თვითონ ეს Red-Touch Pro. ასევე კოლაგენის და ელასტინის გამო. ყველაფერი არის, ნახეთ, 3 ერთად შერწყმული, რო ვამბობთ, სალო, ეს არის, რომ სილამაზე აუცილებლად არის. გაახალგაზრდავება ყველგან არის. ამ Red-Touch Pro-საც აქვს სამკურნალოსთან ერთად დამატებით გამახალგაზრდავებელი, იმიტომ რომ ძალიან დიდი კოლაგენ სტიმულაციას ახდენს. ესე იგი, სად მიდის ხო ტექნოლოგია რაღაც მართლა რამდენიმე წლის წინ ეს ლაზერული აპარატები არც არსებობდა. ძალიან ახალია, იმიტომ რომ დაახლოებით პირველად ლაზერული გამიღა 1950-ში და თვითონ ესეთი ლაზერები 70-იანი წლების მეც მე ვარ მოხუცი, მაგრამ რა ჩემ ახალგაზრდობაშიდაც ეს მიუწვდომელი მეგონა ლაზერული თერაპიის ეს ლაზერიც არის შედგენილი სიტყვა რა, არის ლუმიერ არტიფიციერ, ხელოვნური სხივის ემისია ქართული შესატყვისით არსებობს სასრეფი.
აი რამდენად არიან ადამიანები ინფორმირებულები მაგალითად აი როცა მოდიან სკინერაში აი ზუსტად იციან მაგალითად აი რა კონკრეტული აი თუნდაც აი ამ აპარატის შესახებ აი აქვთ ინფორმაცია ნაკლებად იციან სამწუხაროდ მაგრამ ვინც მომზადებიან ეძლევათ სრული ინფორმაცია და ასევე ხელს აწერენ ინფორმაციული თანხმობა, რაც აუცილებელია. ინფორმაციული თანხმობა, რომელიც ვითარებენ ამ პროცედურას და რასაკვირველია, ეს არ არის პანაცეა, რომ ერთ რაღაცა ლაზერი და ყველაფერს გააკრო. ეს არის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი, რომელიც ერთად ტრადიციულ მედიცინასთან ერთად და რაც აქამდე არსებობდა მეთოდებთან ერთად შეტანილია პროტოკოლებში და ვიყენებთ და შედეგებს აუმჯობესებს და პაციენტის მდგომარეობას უფრო კომფორტულს ხდის. ხო, დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა, ჯერ ხდება დიაგნოსტირება და შემდეგ უკვე ამ დიაგნოსტიკის შემდეგ უკვე ინიშნება უკვე პროცედურა, რა თქმა უნდა. ასევე სადიაგნოსტიკოთაც გვაქვს თანამედროვე აპარატი დერმატოლოგიას. პარიზში ვიყავით და აი თუ შეიძლება რომ მაგაზე უფრო დეტალურად მოგვიყევით ამ დიაგნოსტიკის აპარატს. დერმატოსკოპის აპარატიც გვაქვს, ასევე კრიოთერაპიაც გვაქვს. ანუ რაც ამჟამად აი კანთან მოითხოვს თქვა ფიზიკურ ჩარევას ყველა აპარატი. დერმატოსკოპი რომელიც აქ არის, ეს არის დაკავშირებული არის თქვა დიდ სერვერთანაც და იძლევა პირველად პასუხს საშიშია თუ არა სიმსივნურ წარმონაქმნზე. იმიტომ რომ პირდაპირ ხდება გადაგზავნა ეს მიკროწამებში ხდება. მის პასუხიც ეგრევე მოდის. კრიოთერაპიით ხდება რაღაც პროცედურების ჩატარება, ესეც არის. და ამიტომ პაციენტიც და ასევე ექიმიც დაცული არის, რომ არ მოხდეს რამე მძიმე დაავადების გაპარება და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ჩვენთან არის, რომელიც ფაქტიურად ყოველთვიურად ისწავლობენ, იზრდებიან, აქვთ მივლინებები იტალიაში და ასევე სხვა კონგრესებსაც ესწრებიან ესენი გოგონები, რომლებიც მუდმივ ზდაში არიან და ამიტომ ყოველთვის შეგვიძლიათ რომ მოგმართოთ და მიიღებთ სრულფასოვან პასუხს. ძალიან კარგი, ესე იგი სკინერაში რაც ვფიქრობ, რომ ალბათ აი ეს რაც ეს ტექნოლოგიური თანამედროვე ტექნოლოგია. აი ამას განვასხვავებდი, რა თქმა უნდა. ხო, აი ეს უნდა მეკითხა და რაც ესე დამასწრო პასუხი. მეც ესე ვიტყვი ალბათ, იმიტომ რომ ეხა თანამედროვე ტექნოლოგიები რო არა, ეხა ბატონი სოსო ყოველთვის იყო და წლების განმავლობაში მე მგონი არც ის არ ჭირდება უკვე დიდად. ყველას გჭირდება. დიაგნოსტიკა. წამში ხედავს მე არაერთხელ არის როგორც თქვენთვის იყო ოცნება, ჩემთვისაც ესევე იყო, რომ ქონოდა ისეთი გარემო, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიღებთ ხანდახან დენი არ ქონდა, ხანდახან სანთლის შუქზებს ინჯავდით და პაციენტებს სიცივეში და ასე შემდეგ. ეხლა ყველა ეს პირობა შექმნილი არის ამ კლინიკაშიც და ბევრ კლინიკაშიც, მაგრამ აქ ეს შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიურ სერვისთანაც და მზადთავართ გავუწიოთ მოსახურება და ესეც ჩემი ერთ-ერთი არის ცხოვრების ეტაპები რაღაცა, როდესაც უკვე უნდა ავიდეთ სხვა ეტაპზე და სადაც როგორც ყველაფერი ვითარდება ტექნოლოგიები განსაკუთრებით, თავისთავად ეს სფეროც და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში არის მის შესაძლებლობა, რომ ადამიანი მივა და ხდება ძალიან კარგი გარემო, არ ვიცი თუ გვექნება იმის საშუალება, რომ ვიდეო გავუშვათ, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივი გარემოა თვითონ იქ. და პერსონალიც რომელიც პერსონალიც თავისთავად და უკვე სასიამოვნოა, როდესაც მიდიხარ რაღაცა კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, კარგი გარემო ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში და სკინერაში ნამდვილად არის ეს გარემო და შემდეგ უკვე ტექნოლოგიები და პროფესიონალები და ასე შემდეგ. მაგათ თქვენ რო ახსენეთ, თქვა ბრჭყელის სოკოზე შეიძლება ადამიანი მოვიდეს და კონდეს პრობლემა თქვა ხელზე ამ თქვა გასინჯვის დროს აღმოჩნდეს რომ ბრჭყელზედაც აქვს პრობლემა. მაგის საშუალებაც არის ხოლმე რომ ამის დიაგნოზით კი დიაგნოზით ხდება სოკოს კურნალობა სრულიად უმტკივნეულოდ. ნახეთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ის არის, ხო იცი? ყოველთვის გარეშე ისეთი თანამედროვე მიდგომა არის. ხო, თანამედროვე მიდგომა მგონია მთელ მსოფლიოში უკვე იქამდე მიდის, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს უმტკივნეულო. მთავარი
ალბათ მაინც კი, ეს არის. ეხა თმის მოცილებაც კი ლაზერი, როდესაც ადრე იყო ძალიან მტკივნეული, ეხლა პირიქით რაც უფრო უმტკივნეულოა, ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ხო? ეს არის აი ბუნდობრივი ჩვენის დროს თქვათ, როდესაც მიძინებულია მოლეკულები, ძინებული ასევე თქვათ ჩემი თმის ჩვენის დროს. აი ეხლა ამ შემთხვევაში ეს არის ლაზერული აპარატი ასევე, რომელიც აჩერებს თმის ცვენას თუ არა, სტიმულაციას აკეთებს. და იმას შვება. ეხმარება თმის თმის დაში, ანუ და აი რა ეტაპზე შეიძლება მაგის გაკეთება, როდესაც ცვენა თავის კალები არსებობს, რომლის შემდეგაც უკვე აზრი არ აქვს, მაგალითად. ჩემ შემთხვევაში არა. ასაკს აქვს მნიშვნელობა? არა, თვითონ დაზიანებას აქვს მნიშვნელობა, სადამდე არის დასული დაზიანება არის. სქემები პირველი მეოთხემდე მეხუთეს მერე აზრი აღარ აქვს. ეს არის ძალიან ადვილი თქვენ ნახავთ შეიძლება ინტერნეტში როგორი დაზიანება მამაკაცური ტიპის. ქალები და მამაკაცები აქ გამოიყოფა და ძალიან მაგარი შედეგები ვნახეთ ჩვენ პარიზში, აი საოცარი შედეგები აქვს თმის ანუ თმის ცვენა რეხმე და მაინტერესებს თმის ცვენა თუ დაწყებულია, ანუ ეს ჩვენ არა, მე პირადად რაც ვნახე, საერთოდ ფაქტიურად არ იყო. ეს საქმე თმის ცვენა ცოტა არის სხვა რო არის ეს ანდროგენების სიჭარბის გამო და არის ეს მიძინებული ფოლიკულებიც, რომელიც არ მუშაობენ, აი მათი სტიმულაცია ხდება, მთავარი რა ისე გავიგებთ რომ არის რაღაც ერთი აპარატი დაასხევ და აქ თერაპიასთან ერთად ეს ეხმარება და აღწერებია რომ უკეთეს შედეგს იძლევა. ბატონო სოსო, აი ყველაზე ხშირად რა პრობლემით მოგმართავენ ხოლმე? ზუსტი სტატისტიკით რო ავიღოთ, ალბათ უფრო მეტად გოგონები აკნეს პრობლემების გამო, მაგრამ ასევე ლაქების გამოც და ასე შემდეგ. მაგრამ ძირითადი პრობლემა არის ხოლმე რა რომ მოდიან კანის პრობლემით და იმით წინასწარი განწყობით რომ მაინც არაფერი არ მეშველება და ეს ხო სიცოცხლისთვის საშიში არ არის. რასაკვირველი სიცოცხლისთვის საშიში კანის დაავადებები ძალიან ცოტაა ერთეულებია, მაგრამ აი ეს ფსიქოსოციალური დეზადაპტაციაც ძალიან დიდი პრობლემა არის და ამიტომ თუ ახალგაზრდა არ წავიდა სკოლაში, არ წავიდა ინსტიტუტში, ვერ ისწავლის, ხო? და აი ეს წინასწარი განწყობა, იგივე აი თქვა რაც ახსენეთ ვიტილიგო არ რჩება. სამწუხაროდ ესე ასწავლიდნენ საბჭოთა რესპუბლიკაში, მეც ეგრევე მასწავლდნენ, მაგრამ არ არის ესე. თუ არის გარკვეული წლების მერე უფრო რაც უფრო გვიანია მიმართვიანობა, უფრო ნაკლებია შედეგი. და ამიტომ მინდა რომ დავარწმუნო ხალხი, რომ ღირს კურნალობის ჩატარება და მედიცინა როგორც განვითარდა, ტექნოლოგიები, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები და ასე შემდეგ ჩვენც განვითარდი, დერმატოლოგიაც განვითარდა და შერწყმული დერმატოლოგია ესთეტიკასთან ეს თქვენი სამსახურისთვის შეიქმნა, მოსახლეობისთვის შეიქმნა და შეგიძლიათ მომართოთ ესეთი პრობლემებით და აი მინდა იმ საკითხსაც ვისაუბრო თუ შეიძლება, რამოდენ თვით რომ აი ამ ტექნოლოგიებმა მოიტანა ასევე ეს სოციალური ქსელებიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ამას ჩვენ ვერ ავგრძელავთ, ჩვენ არავთ ჩინეთი, სადაც მოითხოვეს სამედიცინო დიპლომი, ვინც რეკლამას აკეთებდა წამლების. უბრალოდ, როდესაც დასკვნა უნდა გამოიტანოს ადამიანმხმარებელმა. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ხელით ესე აკეთებს რეკლამას წამლის ან სხვა საშუალებების ნაკლებად სანდო. არსებობს ღია ინფორმაციები, უნდა ვიკითხოთ რის საფუძველზე ამბობ, რისთვის არის, ვკითხოთ ექსპერტებს, ვკითხოთ გაიდლაინებს და არა ერთეული რაღაცა სტატიები სადღაც გამოქვეყნებული. ამისთვის ვართ ჩვენ პროფესიონალები, ჩვენი საქმე ეს არის და აი ესეთი რჩევებისგან თავი შევიკავოთ, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ისეთი რჩევები ხდება ხოლმე, რომ შეიძლება ადამიანი
ხო, ეგ ცოტა რთული საკითხი არის მართლა ძალიან, იმიტომ რომ ზოგადად ყველა სფეროში ასე არის და ძალიან სიფრთხილეა საჭირო მართლა, იმიტომ რომ აი ახალგაზრდები, მით უმეტეს ბავშვებს აქვს წდომა უსმენენ და მართლა ისეთ შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს ადამიანი ვიღაცამ, რომ რაღაცა თქვათ აი ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს და ყოფილა ესეთი შემთხვევა. და თან ეს სამედიცინო ტერმინოლოგია ცოტათი თუ გაუთუეთ ცნობიერებელია აი თქვა წანაზარდისთვის ეს იხმარეთ, სიცოცხლისთვის ეს იხმარეთ. აი როგორ უნდა მოხდეს ამის დაავადებას არ ვკურნალობთ. ჩვენ ვკურნალობთ ადამიანს, რომელსაც აქვს დაავადება. ანუ თუ მაშინ რასაჭიროა ექიმი, წავიკითხოთ და ყველა ესეთი სქემებით ვკურნალობთ. ჩვენ ყაი თავარი მინდა ვთქვა, რომ დანიშნულებით მკურნალობენ. არ ერთმანეთის დანიშნულებით. ამიტომ მე არ ვკურნალობ დანიშნულებით. ჩვენ უნიშნავ ინდივიდუალურ ადამიანს. აქ უნდა შეირჩეს ასევე სამწუხაროდ ისიც რომ ზოგს ბევრი თანხა არ აქვს, ყველას არ აქვს დაზღვევა. ზოგს შეურჩიოთ ესეთი პრეპარატი, რომელიც შეძენასაც შეძლებს, ზოგს ურჩიოთ დაბანის და მოვლის წესებიც როგორ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ზოგს სულ არ ჭირდება ეს დიეტა, უნდა შევატყოთ იცავს დიეტას თუ რა. ამიტომ მეტი დრო უნდა დავუთმოთ პაციენტს და ანუ თავარი აი ეს კურნალობთ ადამიანს და არა დაავადებას რა. დაავადება და ვეუბნები თუ იქნები ჩემ მხარეს მე და შენ მოვერევით დაავადებას და თუ იქნები დაავადების მხარეს რომ ეს არაფერი არ მეშველებოდა. მაშინ მეც მომერევით და მაშინ იქნება ეს. თავარი არის რომ ზუსტი დიაგნოზი, იმიტომ რომ აი დიაგნოზს ექიმი. კანონმდებლობითაც ესეა და ექიმმა უნდა დასვას დიაგნოზი და ის აგებს პასუხს. ჩვენ ვაგებ პასუხს ჩემი განათლებით ყველაფრით და ასე შემდეგ. ამიტომ ჯობია მიმართოთ პროფესიონალს. ავისთავად ყოველთვის. ხო, და ნდობა ალბათ ყველაზე მთავარია, რომ უნდა ელდო. ხო, და უნდა მიყვე, ხო, იმიტომ რომ აი იყო ერთ-ერთი შემთხვევაც იყო, ხო, ჩვენი მოკლედ გოგონა რო საუბრობდა რომ იმდენი ბევრი რაღაცა ვქენი, ვიმკურნალე, იმას ვქენი, იმას ვქენი და ნდობაც ურჩი. ხო, თავარი არის რომ იყოს ნდობა. ხო, თავისთავად. ხო, მაგრამ ამ ნდობისთვის რა თქმა უნდა მიმართოთ. და იქიმსაც შეიძლება რასაკურველად შეცდომაც მოვიდეს. ამიტომ ჩვენ აი რაც ინერგება ეს სულ თვითგანათლებაზე და ასევე სპეციალური კურსების გავლენაზე, იმიტომ რომ ექიმიც არა ვარ ჩვენ კომპიუტერები შეიძლება შეეშალოს რა. ამიტომ არსებობს ესეთი მეორე აზრი, second opinion, რასაც ქვია, რომელიც ახალგაზრდა ექიმი უზიარებენ სხვა. შეიძლება სხვა არ დაუჯერო იმ აზრს, მეორის აზრს, მაგრამ ეს მაგას მოქცეს სხვა განვითარების სქემა. და ასე შემდეგ, ბევრი რამე არის, რაც უნდა შეიკრას ეს გუნდი, რაც იმედი მაქვს რომ ამ სკინერაში უკვე ჩამოყალიბდა და უფრო განვითარდება. ჩვენ ღია ვართ ასევე თანამშრომლობისთვის ყველა კლინიკასთან და ვისაც დაინტერესებულ პირებთან და მზად ვართ გავაცნოთ ეს ტექნოლოგია. ეს არ არის მარტო ჩვენ რა თქმა უნდა. ხო, აი ამაზეც რომ კარგი იქნება ნატალი რო გითხრა ეგეც რომ თქვათ, ანუ მარტო თქვენ ანუ სხვა კლინიკებთანაც რომ თქვათ ითხოვთ. ნუ ჩვენი მე კლინიკა არის როგორც რეფერენს კლინიკა თვითონ დეკას იტალიური სამედიცინო თვითონ აპარატების. ეს იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ, ისედაც ოფიციალური წარმომადგენლები ვართ უკვე 13 წელზე მეტია და მზად ვართ და ყოველთვის და ეხლაც ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კლინიკებთან და მზად ვართ მომავალშიც რომ ვითანამშრომლობთ. როგორც ტექნოლოგიური და ასე ტექნოლოგიური და ახალს რას შემოგთავაზებს კიდე დეკა, აი ძალიან საინტერესოა. ნუ ისეთი სწრაფით ვითარდება, რომ გაქვთ რამე სიახლე? კი, სიახლე გვაქვს ნამდვილად. არ ვაპირებდი თქმა სალო, იმიტომ რომ ეხლა ვნერგავთ ახალ აპარატს. ეს არის ტორო. საინტერესო სახელია. ხო, ძალიან. როგორიც არის ესეთი ბობოქარია, სხვათა შორის მონაკოში პირველი ადგილი აიღო ამ წელს. და ირისთვის იქნება ეს აპარატი? ამ აპარატს აქვს სხვადასხვა ფუნქციები და ერთ-ერთს გეტყვი, თან ხელოვნური ინტელექტი არის, ესეც აქვს ერთ-ერთი ტატუს მოცილება. აი ხო თითქოს არის ტატუს მოცილების ბევრი ხო, მაგრამ ბევრი ეტაპი ჭირდება ამ ლაზერულ აპარატებს და სხვადასხვა. აქ უკვე ყველა ტიპის ფერადს
ალბათ ნაკლებად მტკივნეული ვიდრე ჩვეულებრივი ლაზერები. ნაკლებად ტრამვირებული პირველ რიგში, ნაკლებად ტრამვირებული. ეს არის ზუსტად ამ აპარატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომ ტრამვა არ უნდა გქონდეს და ასევე ნაწიბურები არ უნდა რჩებოდეს, იმიტომ რომ ეს აპარატები პირიქით ნაწიბურებს ვკურნალობთ და არა ის, რომ ნაწიბურები გაჩნდეს. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძირითადად ყველა ლაზერულ აპარატს, რომელიც სტატუსს აშორებს, თეთრად თითქოს მაინც რჩება. ცოტა. რა შესაქმე რომ ეს ნანოწამების და პიკოწამები რასაც කියනවා, ანუ ძალიან ცოტა ხანი მოქმედებს, არის სხვა სიგრძის ტალღებთან, აქ უკვე დიდი ინტერვალი აქვს, ანუ 795-დან 1080-მდე არის შეიძლება ტალღის დაყენება. როგორც აი თქვა ექსიმერზე 300 რო არის სულ და აქ ცვლილება შეიძლება და სხვადასხვა ფერზეც მუშაობა სხვადასხვანაირად ხდება ეს რაც შეეხება ტატუს მოცილებაზე და გამოიყენება კიდევ სხვა დაავადებების ან ჩარავების დროს და არის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რაც ახსენეს რომ პრიზი მიიღო ეს ნანოწამები მოქმედებს ნაკლებად კივნეულია და არ ტოვებს იმ პრობლემას რაც არის. საერთოდ მე სტატუსზე თქვათ ჩემი წარმოდგენა მაქვს და ნუ რახან ადამიანს უნდა გაიკეთოს, მაგრამ ნუ ესეც არის მაინც ტრავმირება და უცხო სხეულის ყოფნა განში და რომლის მიმართაც წარმოიქმნება ეს დიდი მოლეკულებია საღებავის. და ეს ოროც და სხვა მოსაცილებელი იწვევს იმას, რომ შლის პატარებად და რომელსაც უკვე ებრძვიან იმუნური სისტემის უჯრედები შეიძლება მოერევან და გაქრობათ. თვითონ როგორც ესეთი ტატუ არის სამუდამო. ამიტომ გაკეთების დროს უნდა გვახსოვდეს. სამუდამო. ეს საინტერესო სიახლე იქნება სკინერაში მალე. და ალბათ არა მარტო ტატუზე, კიდე ალბათ სხვა მიმართულებიც აქვს, ხო, ამ ტოროს? კი, დიახ, CO2 აქვს, რომელიც უფრო მეტად აი ზაფხულში რო შესაძლებელია. შეიძლება რომ აი CO უფრო მეტად დავაკონკრეტოთ, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ხოლმე და ხშირ შემთხვევაში მაყურებელი ვერ ხვდება აი რაღაცა ტერმინებით როცა საუბრობთ. აი CO ლაზერი, აი კონკრეტულად CO ლაზერი რაზე მუშაობს, რომ კარგად დეტალურად ჩატა ადვილად რო ვთქვათ, არის დანა, რომელიც ხელზეა დამოკიდებული, ანუ ლაზერის სხივი, რომელიც ჩადის ადამიანის და ვთქვათ ექიმის ხელზე კი არ არის, ოდარო შეგეშა. არის დაყენებული ზომა, სადამდეც გვინდა ჩასვლა, იქამდე ჩადის. ტოროს რაც შეეხება ეს პიკოწამებით მოქმედი. იქ რო ჩართავთ, არც ამიტომ გამორიცხულია რომ დაიწყოს, ან ზედმეტი მოხდეს, ან სხვაგან მოხდეს, დაყენებული არის ზომა, თქვა დაჭერით და სხვაგან არ სადარწაო. ზუსტად იმ აკეთებს და მუშაობს იმ იმაზე. თქვა ხელით როდესაც ვჭრით და ესე ოდნავი ხო, ანუ შესაბამისად აღარ არის იმდენად, თქვათ, საშიში რისკები რისკი აღარ არის, ხო? ხო, რისკი არ არის, რომ სხვა რამე დააზიანონ. ხო, რაღაცა სხვა. ხო, აი როგორც და იმ ნაწებურის წარმოქმნისთვისაც, როდესაც ანუ თუ მოხდა იმ ნაწელის დაზიანება, საიდანაც შეიძლება უკვე ნაწებური წარმოვიდეს, მაშინ აქ აყენებს ზომას, მეტი რაც არ უნდა დააჭირო. და მეტი მის სხვაგან არ სადარწაო. აი პოსტაკნეებისთვის საოცრება არის და ძალიან ბევრი არის CO-ზე. აი საინტერესოა სტრიებზე რამდენად მუშაობს. ო, გადასარევი. მე პირადად ვიტყვი რომ მართლა ძალიან კარგად, იმიტომ რომ ჩვენ უკვე სხვა ჩვენს ობიექტში კანტიჯ კლინიკაში სტრიებზე ვმუშაობთ უკვე ძალიან დიდი ხანია და ძალიან კარგი შედეგები აქვს, ანუ ფანტასტიკური. ნაწიბურები, სტრიები. ესე თავარი ვიცოდეთ რომ სტრიები არ გაქრება და არ გაქრება თუ კომფორტს უქმნით ადამიანს, რა უფრო გაუფერლება და ადამიანი პაციენტ თავარი არ აკმაყოფილი იყოს პაციენტი. ეს გაუფერულება ხდება თითქმის შეუმჩნევლად. ფაქტიურად ახლა მეტი თავარი პაციენტი აკმაყოფილი, ეგ არის მთავარი. პოსტაკნეების შემთხვევაში ეს ნაწიბურები ფაქტიურად ლაგდება, ფორების შემცირება ხდება, კანი უფრო ელასტიური, გლუვი, კრიალა ხდება, უბრალოდ რაოდენობრივად ეს უკვე დამოკიდებულია თვითონ მდგომარეობაზე, თუ რამდენად ღრმად დაჭირდება, შესაძლებელია 1-2 თუ 3 პროცედურა. და მაგაზე რო თქვა ეს რო ავხსნათ, ესე თქვა გაშალაშინება ხდება კანის და იმ დონეზე დაყვანა.
აი როდესაც გვაქვს ხმულები. მანქანებს რო აკეთებ ხოლმე თქვა მანგას. გამოსაკეთებს აპარატი და აქ არ არის შანსი რომ დააზიანოს. ხო. რა თუ ღრმა არის შეიძლება მეტი დაჭირდეს თუ ბევრია და შემდეგ მაგაზე. ხო, ამაზე უკვე სხვათაშორის დიდი ხანია ვმუშაობთ კიდევაც და ძალიან საინტერესო შედეგები აქვს ისეთი რომ აი რა ვიცი ბედნიერების მომტანი იყო ხალხისთვის ნამდვილად დაბრუნება. რა თქმა უნდა ადამიანს როცა პრობლემა აქვს რომელიც მის ფსიქოლოგიაზე ძალიან მოქმედებს ძალიან გიმარტივებს მსგავსი აპარატები და დარწმუნებული ვარ რომ ალბათ 5 წელიწადში საერთოდ არაფერი აღარ იქნება პრობლემა ალბათ მსგავსი 5-ში არ ამგონია მაგრამ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის ბატონო სოსო თქვენ თქვით რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის აკნე და პოსტაკნე ნაწიბურები აი რას იწვევს ეს ნაწიბური აი რატო რჩება რატო არ შეიძლება რომ თქვათ აკნე ისე ალაგდეს იმიტომ რომ არის ხოლმე თქვათ შემთხვევები რომ არ რჩება ნაწიბურები მაგრამ არის როდესაც რჩება, აი რა დროს რჩება? აქ ლაპარაკი არის მექანიკურ ჩარევებს, რომელსაც მიმართავენ ხანდახან პაციენტებიც, ხანდახან მშობლებიც, იმიტომ რომ გონიათ რომ ეს არის რაღაც უცხო წარმონაქმნი, რომელიც უნდა მოიცილოთ. არა და ეს არის ჩვენი საკუთარი ჯირკვლები, რომლებიც განლაგებული არის ხოლმე და ეკამდე და ზურგს. აკნე არ არსებობს ფეხზე, მუცელზე და ასე შემდეგ. ეს არის საკუთარი ჯირკვალი, რომელიც აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა ასაკში, მოდის ცხიმი, ერთად გორგალებით იქნება დაცობილი ჯირკვალი, რომელიც უნდა გაიხსნას და ჩახცეს წამალმა და გააგრძელოს ფუნქციონირება. იმ ჯირკვლის ამოღებას ვერ მოხერხდა, თუ მოხერხდა, მაშინ გვჩება ნაწიბური. თუ აღიზიანებ და პირიქით შევყავს უფრო ინფექცია და ასე შემდეგ. ანუ ყოველგვარი მექანიკური ეს იქნება კოსმეტოლოგიური კოზეთი ჩარევა თუ ფრჩხილებით ჩარავენ თუ არასი და ასე შემდეგ მოცილება არ არის როგორ ასევე სკრაბებიც არა ამისთვის მაგრამ თუ დარჩეს სამწუხაროდ ეს და არის ძველი ნაწიბურები და ეს პოსტაკნე პრობლემები ამისთვის თან სხვადასხვანა არის რომბისებური ოთხკუთხედი და ასე შემდეგ და წვეტიან არსებობს ლაზერული თერაპია რომელიც კვეთრად გააუმჯობესებს მაგრამ მაინც არ ნუ მივიყვანთ მაგან. მე მადლობა მინდა უთხრა, რომ ჩემს საყვარელი თემა იყო ეს ყოველთვის ოდითგანვე მქონდა ძალიან დიდი პროტესტი ხელის ჩარევების კოსმეტოლოგიაში და ნუ მქონდა ძალიან დიდი ესეთი წინააღმდეგობები, რომ მე ხელით მინდა და ნუ კოსმეტოლოგები ფაქტიურად სულ ხელით მუშაობდნენ, არ ვიცი ეხა დღეს მომეცა ამის საშუალება მუშაობენ. არა, მე პირადად ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი, იმიტომ რომ ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შემდგომ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ესე ემართებოდა და ყველა ამას აკეთებდა, მაგრამ არა, ნუ ჩემთვის მიუღებელი იყო ყოველთვის და ჩვენ თუ სახის წმენდაზე მაგალითად ვმუშაობდით კიდევაც, სულ აპარატურული მეთოდით და ძალიან ბევრჯერ იყო ესეთი რამე, რომ არ მინდა ეს ზედაპირული წმენდა, მინდა ღრმა წმენდა, მინდა ესეთი წმენდა, მაგრამ ჩვენთან არ არსებობდა ესეთი რამე, რომელიც იყო ხელით პირადად ძალიან განვითარდა უკვე. არა, ძალიან დიდი ხნით და ძალიან დიდი ამბები იყო მოყვა, ანუ პროტესტები, როგორც კოსმეტოლოგების მხრიდან, ესე მომხმარებლის მხრიდან, ანუ მაგრამ მე თავიდანვე ვიყავი წინააღმდეგი და დღეს ბედნიერი ვარ იმისთვის, რომ მივედით დღეს იქამდე, რომ ეს უკვე ამოწურულია და მე მგონია, რომ ფაქტიურად მაინც უმრავლესობა ანუ აი სახის წმენდის აპარატებიც ისე განვითარდა ეს ახალი ჟერმენის აპარატი რაც არის. ხო, აი თქვათ ეს Diglow, ეს Hydra Facial, აი ყველაფერი ერთად. მართლა ის შედეგს ხედავ თვითონ რომ ხვდები რომ ის აღარ არის საჭირო. აი ნახე, ხო, და მაგრამ ნახე წარმოდგენა იყო ყოველთვის და რომ ის არ გაწმინდავს ისე, მაინც ზედაპირულად წმინდავს. მიხვდით თუ არა? Diglow-ს აპარატი ხა 12 წელზე მეტია გვაქვს დეკას ფირმის, რომელსაც აქვს თავისი მიკრო ტალღები, რომელიც ერთჯერადად თავაკები. თქვათ რომ ის ძველი ტელეფონები ჯობია. ზუსტად, აი ზუსტად იგივე რა. ხო, მაგრამ იყო ყოველთვის რომ ნუ არ მინდა ღრმა წმენდა. მენტალობას შეცვლა ცოტა რთულია, მაგრამ ის მიღება თავიდან უჭირს ხოლმე საზოგადოებას, მაგრამ მე მალევე ეჩვევიან. როგორ მახსოვს მე მაინც უნდა ვთქვა, ეხა ალბათ ჩემი ესეთი საყვარელი თემა, რომ ჩამოვიტანეთ დეკას მოტუს AX-ის ეს ლაზერული ეპილაციის ალექსანდრიტის ლაზერი პროტესტი იყო თვითონ ექიმებში, რომ ჩვენ ამას არ ვიხმართ და არადა გქონდა თვითონ
სტანდარტული ალექსანდრიტის ლაზერი, რომელიც თვითონ ისევე დეკას ფირმის იყო, თუმცა მათმა რო განაახლეს ეს და შემოგვიტანეს სიახლე. სიახლე იყო რა იყო სხვაობა, რომ ზუსტად იქ ესე ტკივნეული იყო, ანუ ალექსანდრიტის ლაზერს ხო რატო არ იკეთებდა არავინ თუ გახსოვს, იმიტომ რომ და დიოდებს იკეთებდნენ, რატო? იმიტომ რომ ტკივნეული იყო და შემდეგ როცა შემოვიდა ლაზერი, რომელიც ფაქტიურად უმტკივნეული იყო, სწრაფი, ყველა ტიპზე, რუჩზე, ნუ ყველაფერზე შესაძლებელი, გეტყვი მინიმუმ 2 წელი დამჭირდა, რომ როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ჩვენი ექიმებისთვის დაგვემტკიცებია, რომ ეს ნამდვილად არის საუკეთესო, რატო? იმიტომ რომ არის უმტკივნეულო, არის სწრაფი, ნაკლებად ტრამული, აი როგორც ახლა ბატონი სოსო CO-ზე საუბრობდა, რომ რამდენად განსხვავება, იქ შეიძლება და ექიმს დამწრობა მიეღო, ვთქვათ, ძალიან ხშირ შემთხვევაში და აქ ფაქტიურად ვერ ღებულობ არანაირ დაზიანებას ვერ მიაყენებ მომხმარებელს. ბატონო სოსო, ნატალია, ძალიან დიდი მადლობა. ამოუწურავი თემაა და მე ვფიქრობ, რომ ალბათ კიდევ შევხვდებით და კიდევ ვისაუბრებთ, მე კიდევ უფრო მეტ სიახლეებზე. დღეს, რა ვიცი, მე ვფიქრობ ძალიან გაუმართლა ჩვენ საზოგადოება საქართველოში, იმიტომ რომ უკვე არსებობს სკინერა და ნებისმიერი სახის კანის პრობლემით თუ ზოგადად კანის პრობლემით შეუძლია მიმართონ, მოგმართონ თქვენ სკინერას. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის. და გემშვიდობებით, თქვენ არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი Beauty Talks და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. მადლობა რომ გვიყურეთ. მადლობა სალო დიდი. მადლობა თქვენ.